არ ვიცი რას გულისხმობ. გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ ვართ ბულგარეთში, ბანსკოში და დავატარებთ ერთ კვირას ერთად. და იმედი მაქვს, რომ საინტერესო ვიდეოები ჩაგიწერთ და სახალისოს რაც თავარია. აქამდე ჩაგვიწერია Erasmus Campus პროგრამაზე ვიდეოები, რომელიც ჩემს გვერდზე დევს. ეს თაკოა. გამარჯობა. ეს ლენა. და იმედი მაქვს, რომ სახალისო ვიდეოს გადავიღებთ და თან დაგათვალელებინებთ ბანსკოს. აი ამ საშუალოში გავჩერდებით ერთი კვირის განმავლობაში. ლამაზია. მოკლედ პირველ დღეს გამოვედით გარეთ კვების შემდეგ. თაკო, მოგვიყევი როგორ მოგეწონა კვება? საშინელება იყო რა იყო ეს. არა რა გვეკითხება და ვერ პასუხობთ. გუღი მოდით. მეთქი იყო ბევრი საჭმელები. არჩევანი დიდია. ზეთისხილი მწვანე, ზეთისხილი შავი. ზეთისხილი მენე ფუსტრატის გამო. სტად მეგობრებო, მოვედით ბაკურიანში მოკლედ. დიდი ხანი არ გვივლია, ძალიან ახლოს არის თურმე ბულგარეთი და ბაკურიანამდე ხოლმე ბიჭი ყოფილა. არქიტექტორი ერთი ყავს ჩვენ ბულგარეთის ბანსკოს და ჩვენს ბაკურიანს. თაკო რას თქვი როგორია ბაკურიანში? თაკო. თაკო, ლენა, სანამ ერთმანეთი სახელებს კარგად დავიმახსოვრებთ, ეს არის თაკო. ესეც თაკოა, მეც თაკო ვარ. ყველა თაკო ვართ. ჩვენ ყველა თაკოები ვართ. ხო არ გადაო. აი მე. Basically useless. Hi! Perfect! Okay, this is... Okay, so thank you for the... Yeah. Cold, okay? So you're going to sit here, and everyone is going to. მე და ლენა ვართ გამოსულები ახლა და ჩვენს დავალებას ვიღებთ მოკლედ. და ჩვენი დავალება არის რომ ვიპოვოთ ადგილი მაღაზიაში, საიდანაც რაღაც ნივთებს ავიღებთ, ასევე ვიპოვოთ ადგილის და სამ ლამას ვიებს რაღაც ადგილებს გადავიღებთ ასევე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვნახოთ ასევე ვინმე ადამიანი, რომელიც ბანსკოს შესახებ მოგვიყვება რაიმე საინტერესოს. ასევე უნდა გადავიღოთ ჩვენი სასტუმროს წესების დარღვევის 3 რეკლამა და ასევე ბანსკოს ყველაზე ცუდი რეკლამა და თუ გავაკეთეთ ამას კარგად, ანუ ყველაფერს ცუდად აუცილებლად გაჩვენებთ. მარტივი გზები. ნევა. არავის ჭირდება მარტივი გზები. აი. ასე იკლავს ლენა თავს რომ რამე კადრები არსებობს. მოდი ხელი მომენიგეშია გადმოსული ხარ უკვე. აი გაიე. კაი, ხასო მივიპოვოთ. დრაკონიც მოვკალით, რომ მაღაზიაში გავსულიყავით და ისინი უკვე მოდიან. კაია. ჩავლაბის წირო ერთი ხუილ გავუყით მე მიწი მაგალე. Ajde. მარტო ქართველებმა ვთით ეთება ხალხო. Trust me.
Bello fanizza pure di cosa fare con studenti da mia madre essere თურქებთან თორცეყავდა და პედიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ცეკვები აქვს ამ ხალხს. მართლა. ეს არის ხალხო რაღაცა. რეგიდრონია ჩვეულებრივი. ახლა მოვაჩინეთ რომ მარტო ჩვენ არ ვართ ქართველები ამ დღეში რომ ყველას რუსეთი გონი ვართ We have the most majestic mountains, the most beautiful women, the most stunning nature. We are also the most racist nation in the European Union. Unfortunately, it's true. On the contrary, though, Slovaks are considered as incredibly generous people. Come here, sweetie, come get some apples. Thank you, ma'am. I'm not hungry, but my friend John said he was the most Slovakia is ice hockey. Yeah, and nothing else. 2002. What a year. The annual Ice Hockey World Championship is a big event for the entire nation. We get our hopes up for 2 weeks and then we bitch about everything. A vicious cycle every year. Ja sa veľmi nezaujímam o hokej, ak mám pravdu povedať. Kokoti pojebaní, zase dnes nám potom piči na to krám. Hokej to je to stolo? Nie, to je futbol. The Slovak cuisine is really delicious for many people. Not for me. We have so many... Ali? Next one. Ali? Quickly. Rakia? She might be like if someone drinks water, they can also fake it. So yeah. Okay, calma. D'accord. Okay. Okay, I vote for Catalin. მოკლედ ახლა მინდა თქვენთვის რაღაცის გაზიარება და ფიქრობდი მეთქვა თუ არა, მაგრამ რადგანაც ამ ვიდეოებს დიდად არ ვაედიტებ და უბრალოდ სამახსოვრო ალბომად მაქვს გაკეთებული, გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ.
მოკლედ ამბავი არის ასეთი, მესამე დღე არის უკვე, დასრულდა მესამე დღე, რაც ბულგარეთში ჩამოვედით ბავშვები და მოკლედ ჩამოვედით მესამე დღეა აქ ვართ და მოკლედ გადავწყვიტეთ ბარში წასვლა. დიდად მეზარებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე 1-2 საათით წავალ თქო და რა თქმა უნდა 1 საათის თავზე ძალიან დამესარა იყოფენ და მომინდა სახლში წამოსვლა. ხო და მოკლედ გადავწყვიტე წამოსულიყავი სახლში, მაგრამ ბავშვებს ჯერ არ სურდათ წამოსვლა და გადავწყვიტე რომ მარტო წამოვალ თქო და რეალურად ჩემი ბინასაც არის სახლი ცოტა მოშორებით არის ცენტრალური უბნისგან და კი რა თქმა უნდა განათებები არის მთელ გზაზე, მაგრამ კიდევ ბოლოში გზა უნდა დატოვო გზა და გადახვიდე სადღაც და ესე ცარიელ ადგილას და არც ბოლოს უკვე არც განათებაა, არც გზა არ არის, რაღაც მდინარე ჩამოდის ორ მხარეს, სიბნელეში უნდა მოვერთო რაღაც და სადღაც ანუ 150 მეტრი არის მაქსიმუმ ეს სიტუაცია, მაგრამ ეს გზა არის გამოსავლელი მარტო. ხო და მოკლედ რომ თქვი რომ სახლში უნდა წავიდე თქო. გოგონები იყვნენ უარსე რომ არ წახვიდე დაგვალოდე რაღაც და მეთქი არა წავალ არა პრობლემა მეთქი I'm stronger something რაღაცა რომ წამოვედი ახლა გავიგეთი და ბლუყუნებ ცოტა მოკლედ რომ წამოვედი თავიდან არაფერი მეთქი მოვდივარ მგზაზე და ხან ერთ მეგობარს დავურეკე ხან მეორეს დავურეკე და ვიაზრებ რომ ღამის პირველი საათია და საქართველოში 2 საათია და ანუ ყველას ძინავს მაგრამ მეთქი შეუწად მეთქი იქნებ ვინმეს დავლაპარაკო და მოკლედ ამ გოგოებმა მითხრეს რომ ჩვენთან დარეკეო და დაგელაპარაკებითო და მოკლედ აი ეს მთავარ გზა რომ დამთავრდა უკვე SMS-ი მივიწერე რომ მეთქი let's talk იმიტომ რომ მეშინია ხო და როცა მთავარი გზა დავტოვე 6 წუთის განმავლობაში მოვდიოდი ამ გზაზე და 6 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდი ამ გოგოებთან და ეს ბავშვები არიან საკმაოდ ძლიერი ქალბატონები ძალიან საყვარლები ძალიან კეთილები მზრუნველები და ძალიან ხარში მდგომები მართლა და ძალიან ვაფასებ ყველაფერს და ვიცი რომ მათ ქართული კარგად არიციან და ვიდეოს ალბათ ვერც ნახავენ, მაგრამ აქედან გავგზავნე ჩემი სიყვარული და ხვალაც აუცილებლად ვეტყვი რა თქმა უნდა და ვეტყვი რომ ვიდეოც ჩავწერე ამაზე, მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი მადლიერების განცდა გამიჩნდა და მიყვარს girls for girls. ხო და მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ეს გზა მარტო გამოვიარე, მაინც არ ვიყავი მარტო. და ამის გაზიარება მინდა თქვენთვის. მშვიდობიანი ღამე. ხო და კიდევ ერთი იმედი ამასთან და ჩემი არ ნახავს არც მომაჩემი. და თუ მაინც უცხო ქვეყანაში მოხვდებით და ბარში მეგობრებთან ერთად წასვლიდით არ გენდობებათ ჯობს სახლში დარჩეთ, ვიდრე ჩემსავით იპროცეულოთ, იმიტომ რომ აქ ერთ ბულგარ გოგოს ვკითხე რომ მეთქი მოვაპირებ თქო სახლში წასვლას თქო და არ გეშინიაო და მეთქი რის თქო და მეთქი ანუ გველი იქნება მგელი და თუ მანიაკი თქო და არც ერთია რომ მაგრამ ბებია ჩემი მეუბნება ხოლმე რომ მარტო არ ვიარო და აი მან დამერხა მეთქი კაით სახანი დავრჩები თქო და სახანი მართლა გავჩერდი მაგრამ მართლა ვერ მოვითვნე და მე წამოვედი სახლში და ну ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო რა გამომადგება მაგალითად რომ სხვა დროს ეს არ გავიმეორო მაგრამ სამაგეროდ კარგი გამოცდილება იყო იმ მხრივ რომ ასეთი კარგი ბავშვები აღმოვაჩინე და ამ ბავშვების ასეთი კარგი მხარე აღმოვაჩინე კარგი ეს ბოლო